Ამები დღეს გუდაურში სტარტი აიღო მსოფლიო თასის ეტაპმა სკიკროსის დისციპლინაში მსგავს მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას საქართველოს უკვე მეორედ მასპინძლობს გასულ წელს მსოფლიო თასის ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა საქართველოში მიმდინარე ასპარეზობის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ პირდაპირ ტრანსლაციები ევროსპორტზე გადაიცემა. Სამი დღის განმავლობაში გუდაური ზამთრის სპორტის სახეობების მოყვარულთა ეპიცენტრი იქნება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი მონაწილეობს. სკიკროსის მსოფლიო თასის გათამაშების პირველ დღეს გამარჯვება ორმა სპორტსმენმა იზეიმა. ქალთა შორის საუკეთესო ფანი სმიტი იყო. კაცებში კი სიმონე დემოდიმ გაიმარჯვა. ძალიან მაგარია, მართლა ბედნიერი ვარ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ყოველთვის ვიმარჯვებ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მომენტი. აქ ყოველთვის იღბლიანი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. ამ მომენტს 2 წელი ველოდებოდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრ სირთულეს ვაწყდებოდი, მათ შორის ტექნიკურ პრობლემებსაც. ამიტომ ჩემთვის ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. ბაკურიანი და გუდაური სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებებს ყოველწლიურად უმასპინძლებს, რაც საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს. ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მაღალი დონის სპორტსმენი ჩამოსულია. მეოთხე წელია, რაც ჩვენს გუნდი ყავს ამ სახეობაში და უკვე დაინტერესება ახალგაზრდების დიდია, გარდა იმ ტრადიციული სპორტისა, როგორც არის თქვა. თხილამურები, ფრისტაილიც ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში. მსოფლიო თასი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ივენთი, მასშტაბური, სადაც ჩამოდიან უმაღლესი დონის სპორტსმენები. და საქართველოსთვის და გუდაურისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული კუთხით, ასევე სპორტული კუთხით. მასშტაბური საერთაშორისო ასპარეზობა პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა. სკიკროსის დისციპლინაში მსოფლიო თასი 2 მარტამდე გაგრძელდება. 8-9 მარტს კი გუდაურში სნოუბორდ კროსის შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს 20